მაშინ შეჭი პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ სტუმარს ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში საღამოშტობისა ბატონო კობა დიდი მადლობა რომ მღებულობთ მონაწილეობის გადაცემაში და ბუნებრივია ჩვენ საუბარს დავიწყებ იმ თემით რაც იყო თქვა ამ კვირის ესეთი თემა თქვენი მხრიდან დაასახელეთ თქვენი თავი მერობის კანდიდატურად რატომ გადაწყვიტეთ მოდით ესე დავიწყოთ ძალიან მარტივ კითხვით კანდიდატურის დაყენება მოგესალმებით მივესალმები ტელემაყურებელს პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ 7 ნოემბერი თენდება ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღია ეს არის ბრძოლის დღე ეს არის ის დღე როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 9 აპრილი მოუწყო საკუთარ ერს და ამ დღეს ღირსეული აღნიშვნა ჭირდება თავიდანვე ვიტყვი რომ ხვალ 3:30-დან ვიწყებთ შეკრებას პირველ არხთან საზოგადოებრივ ტელევიზიასთან 3-ზე დავიძრებით მანიფესტაციით პარლამენტის მიმართულებით 4 საათზე ვიქნებით კაშუეთთან ამას ვამბობ იმიტომ რომ ვისაც არ აქვს საშუალება ფიზიკურად რომ იაროს საკმაოდ დიდ გზაზე შეუძლიათ 4 საათზე კაშუეთთან შემოგვიერთდნენ ვისაც ამის საშუალება აქვს 3:30-დან დავიწყებთ შეკრებას და კიდევ ერთხელ ვამბობ 3 საათზე სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის შენობიდან დავიძრებით რუსთაველის მიმართულებით კი ბატონო კარგით ეხლა რაც შეეხება კანდიდატურას რაც შეეხება კანდიდატურას რატომ გადაწყვეტეთ რომ დაგეყენებიათ საკუთარ თავი დღეს მრავალი კოლეგა ოპოზიციონერი აცხადებს თავის გეგმების შესახებ მე არა ვარ თავისუფალი ჩემს გადაწყვეტილებებში მე მაქვს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა რაც ჩემ ბევრ კოლეგას არ გააჩნია მე მაქვს ხელმოწერილი დოკუმენტი რომელსაც ერქვა ხელშეკრულება თბილისთან და ხელშეკრულება საქართველოსთან გახსოვთ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამა რომელშიც იყო ძალიან კონკრეტული პუნქტები რა უნდა გაკეთებულიყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რაც სამწუხაროდ არ გაკეთდა ეს იყო პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ეს იყო ასე მცირე მეწარმეების 2 წლით გადასახადიდან განთავისუფლება ეს იყო ანაბრების დაბრუნება მე სოციალურ პაკეტზე ვსაუბრობ ძირითადად ანუ ეხლა აპირებს სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ განხორციელდა და მე მაქვს ვალდებულება ხალხის წინაშე ბატონ სააკაშვილს ეს ვალდებულება დაავიწყდა მე კარგად მახსოვს და ვაპირებ ეს გავატარო ცხოვრებაში ანუ ამის გამო გადაწყვეტეთ მხოლოდ კერძოდ არის თემები რომელიც თბილისში შეიძლება გადაწდეს არის თემები რომელიც ვერ გადაწდება რა შეიძლება გაკეთდეს თბილისში მოდით ამაზე ვისაუბროთ მე არ მგონია რომ ქალაქის ხელისუფლება რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და ბიუჯეტის მესამედია თბილისი უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ სკვერების, პარკების და ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტით. უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, როცა ჩვენს მოსახლეობას შეა, როდესაც არ აქვს სამუშაო, როდესაც უმძიმეს სოციალური ფონია, ასეთ დროს არ მგონია რომ ხელისუფლება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ საკითხებით და ხო, თუმცა მხოლოდ ამით იფარგლება, ბატონო კომენტარს სხვა ხალხალ ინიციატივას ჩვენ ვისმენთ ამ ბოლოს. ინიციატივას ვისმენთ, მაგრამ შესრულებას ვერ ხედავთ. აი, დავიწყოთ. სად გაქრა 5 ლარიანი დაზღვევა? 5 ლარიან დაზღვევაზე კლიპები გადიოდა მათ შორის თქვენ ტელევიზიაში. დღეს გაქრა, აღარ არსებობს ეს პროგრამა ჩაიშალა. ეს პროგრამა არ შედგა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. 5 ლარით ნორმალურ სადაზღვევო კომპანიაში შენ ვერ დაეზღვევ. 5 ლარით ვერ შეიძენ პაკეტს, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის. მინიმუმ 40 ლარი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალური დაზღვევა მიიღოს. თბილისის ბიუჯეტს ეს შეუძლია. და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევიძინოთ ყველა პენსიონერისთვის 40 ლარიანი დაზღვევის პაკეტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო უფასო მკურნალობა პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში არამედ უფასო წამალი. წამლის პრობლემა უდიდესია. მე თუნებას მოვცემთ. არა, მოგცემ დროს უბრალოდ ეს ალბათ საარჩევნო კამპანიის დროსაც კიდე მე ვისაუბრებ თქვენ გადაწყვეტილების მიზეზებზე. რატომ გადაწყვეტეთ და მე გეუბნებით, რატომ, რისთვის და რა მინდა გავაკეთო და რისთვის მოვდივარ ხელისუფლებაში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პენსიონერს შეეძლოს წამლის მიღება. დღეს ეს არ არის. და მარტო თბილისის ბიუჯეტიდან ამის გაკეთება შესაძლებელია. თუ ბევრი ის პროგრამა, რომელიც თვალს ახარებს, მაგრამ გულს არა, გადადებული იქნება გვერდზე და სასიცოცხლო ინტერესი წამოვაწინა. ასევე, ახლა ავიღოთ თქვენს დედაბრძანდებით, ხედავ რომ ელოდებით, მეც 5 შვილის მამა ვარ. მძიმედ ველით ხოლმე მშობლები სექტემბრის დადგომას.
სადღაც 100-დან 200 ლარამდე მერყეობს სახელმძღვანელოების პაკეტი ბავშვებისთვის, რომელიც უნდა შევიძინოთ ყოველწლიურად. იურიდიულად სწავლა უფასოა, მაგრამ სახელმძღვანელოები საკმაოდ სერიოზული თანხა. ეხლა გაამრავლეთ ეს თანხა ჩემს შემთხვევაში 5-ზე. საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. იყო ეს დაპირება, იყო პროგრამა, მაგრამ რაღაცნაირად მიჩუმარდა და რაღაცნაირად გაჩერდა. ამიტომ რას ვაპირებ? ბატონო, ამაზე მაინც ხელმძღვანელობა გაგცეთ პასუხი, მაგრამ ვარიანტ დაზღვევზე იყო საუბარი, მაგრამ 150,000 კაცი სარგებლობდა, რომ ანუ თქვენ ხომ ყველაფერი გაქრა და მე უბრალოდ არ ძალიან კომპეტენტური ვამბობ. მე ეხლა სახელმძღვანელოებზე ვიტყვი. სახელმძღვანელოებში არის სერიოზული მაფია. ჩემ შემდგომ ვაჟს, ასე ვთქვათ, უფროსი ვაჟის სახელმძღვანელო ხშირად არ ადგება, იმდენად ხშირად იცვლება ეს სახელმძღვანელო. არის უამრავი ავტორის გამოცემული სახელმძღვანელო და ყოველწლიურად მშობელს უწევს ახალი პაკეტის შეძენა. ანუ ვისაც თანამიმდევრობით ყავს შვილები, ჩემ შემთხვევაში პაპატიეთ ეს პირადი მაგალითად რომ შეღავათი არ ეძლევა იმის გამო რომ შეუძლებელია უფროსი ძმის წიგნებით სახელმძღვანელოს უმცროსმა. რა უნდა იყოს? გახსოვთ მე და თქვენ სკოლაში რომ დავდიოდით. სახელმძღვანელოს ჩვენ სახელმწიფო კი არ გვჩუქნიდა, ამეთ გვაძლევდა სარგებლობაში, იყო სკოლის ბიბლიოთეკაში აღრიცხვაზე და რომ დავამთავრებდით სასწავლო წელს, გადავცემდით ხოლმე ბიბლიოთეკას და შემდეგი თაობა იყენებდა ამ წიგნს. ვაპირებთ და ესეც შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტით, რომ პირველ რიგში ჩატარდეს ერთი ტენდერი და 10 და 20 სახელმძღვანელო თითოეულ საგანში არ იყოს ერთი. ეს ერთი სარგებლობაში გადაეცეს სკოლას და ბავშვი თუ თელს ჩააბარებს ამ და ნორმალურ მდგომარეობაში მიიღებს ახლა თუ არა ანაზღაურება მოუწევს. ანუ ამ ტვირთისგანაც განთავისუფლდება და კიდე ერთ თემას ვიტყვი და ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ უამრავია თქვენ საკრებულოს წევრიც ხართ, შეგიძლიათ იქაც დააყენოთ ვიდრე მერობის სკემაში მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ბატონო, იმიტომ რომ ის დრო გეკნებათ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს საკრებულოს უამრავი ჩამოთვალოთ. თვეში ერთხელ 1 საათის განმავლობაში და იქ სამუშაო ვითარება არ არის. ის საკრებულო დღეს ქცეულია ნოტარიუსთა ბიუროდ, რომელიც მერის ნებას ასრულებს ხოლმე, მეც არაფერს. ამიტომ ის საჭიროა მერის არჩევნების მოგება და საკრებულოს არჩევნების მოგება, რათა აი ახლა შემდეგს ვით. თითოეულ პენსიონერს კონდეს სტაჟის თითოეულ წელიწადზე 1 ლარის დანამატი. დღეს ფაქტობრივად პარლამენტი იხილავს და პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც აუქმებს შრომის წიგნაკს. შრომის წიგნაკი არის ერთადერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სტაჟის მიიღო. თუ გაქრება იურიდიული საფუძველი და შემდეგ გვეუბნები რომ რაღაც სახელმწიფო ორგანო მაინც მოაგროვებს ამ მონაცემებს. არა, გაქრება სტაჟის მიხედვით პენსიის ცნებაც. ამიტომ სერიოზული ბრძოლაა საჭირო და მე ყველას მოუწოდებ პენსიონერს. არ მივიწყოთ და არ გადააგდოთ თქვენი შრომის წიგნაკი, ისევე როგორც მიანაბრის წიგნაკი. იმიტომ რომ ქალაქის მერიიდან, ქალაქის საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას და თითოეულ წელიწადზე სტაჟისა თქვენ მიიღებთ 1 ლარის დანამატს. კარგით. ეს არის დაპირება, ბატონო, კიდე გექნება ძალიან ბევრი დრო საარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს მარტო ჩემი დაპირება არ არის. ბატონი სააკაშვილის დაპირებაც იყო. არა, საუბრობთ უკვე თქვენზე ხარ როგორც კანდიდატზე. რომელიც მან დაივიწყა და რომელიც ასე ვთქვათ გადადო გვერდზე და პოლიტიკური სკლეროზი დაემართა და მე არ დამმართია, მე მახსოვს და მე მაქვს ვალდებულება და მე ამ ვალდებულებებს შევასრულებ. თუ თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებში, მე ვნახოთ დაგავიწყდებათ თუ არა. იცით რა, მე საარჩევნო დაპირებები ხო იცით ყოველთვის ესეა. მე არჩევნებში მიუხედავად ხელისუფლებაში არ მოვედი, იმას მივახციე რომ პენსია სტაჟის დამსახურების ვიღეთ ეს ცნება გაჩნდა და 5 ლარიანი დანამატი გაჩნდა. მივახციეთ იმას რომ სალარო აპარატები გავხდა. ესეც ბრძოლით. ქუჩიდან ბრძოლით მეც მივახციეთ ვიდრე პარლამენტში ჯდომით. კარგით, ანუ სააკაშვილის ლოზუნგებით მოდიხართ ასე ვთქვათ. არა, ეს არ იყო ქალაქის თავრობაში. ეს იყო სწორი ლოზუნგები, რომელსაც ამოეფარა ბატონი სააკაშვილი, რომელიც შემდეგ დაივიწყა და მე არ დამივიწყე. ეს კობა დავითაშვილის ლოზუნგები იყო. კარგით, ბატონო კობა, გადავიდეთ უფრო პოლიტიკურ ნაწილზე, რადგან ვთქვი, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყება და ამ ფარგლებში ბევრი დრო ექნება ყველა კანდიდატს საკუთარი გეგმები გააცნოს მოსახლეობას. თქვენ კონსერვატორებთან ერთად იყავით მომხრე პრაიმერის. და კი ბატონო, ბრძანდებით, უცებ აყენებთ საკუთარ კანდიდატურას. ანუ რას ნიშნავს ეს, ვთქვათ, როდესაც უკვე ირაკლი ალასანიამ, ვთქვათ, დაასახელა საკუთარი თავი ქრისტიან დემოკრატები აპირებენ, ანუ ერთმანეთის კონკურენტები ხდებით ოპოზიციაში თუ ეს პრაიმერის წინ დასახელებული კანდიდატურებია? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პრაიმერი მერობაზე. პრაიმერი არის პრაიმერი, ძალიან ხშირად ისმის ეს სიტყვა და შეიძლება ყველამ არ იცის. პრაიმერი განმარტა წინა ეთერში სიტყვათა. მაინც კიდევ ერთხელ გამოვიდა, პირველად ნიშნავს და წინასწარ პირველად არჩევნებს. ვინაიდან ჩვენ არ აყავს ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებს ატარებს, ძალიან ხშირად ხელისუფლება გამარჯვებისთვის იყენებს ოპოზიციის დაქსაქსულებას. პრობლემა ხშირად ოპოზიციაშია.
და არა მხოლოდ ხელისუფლება. ხო, და ამ თქვენი გაწყობილებით ხომ არ წინააღმდეგებით ამ პრაიმერი რომ ჩატარდეს, ანუ წინასწარი არჩევნები რომ ჩატარდეს, ხალხს ხომ უნდა ვკითხოთ, ვინ ჯობია რომ იყოს მერობის ერთიანი კანდიდატი. ყველა არჩევნებში, რომელიც ჩატარებულა ბოლო წლებში, საპრეზიდენტო არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იღებდა 60%-ზე მეც ხმებისა ქალაქ თბილისში. ახლა თბილისზე ვსაუბრობთ, რადგან თბილისის მერობის კანდიდატი ვარ. მაგრამ ხელისუფლება იმარჯვებდა, როდესაც იყო რამდენიმე კანდიდატი. იყო ერთი, მეორე, ხშირად მესამეც გამოჩნდებოდა, იყოფოდა ხმები, ეს 60% ნაწილდებოდა ისე, რომ ხელისუფლების 40% პირველ ადგილს ნიშნავდა. ამიტომ თუ ჩვენ გსურს ხელისუფლების დამარცხება და გამარჯვება, ერთადერთი გზა არის ერთიანი კანდიდატის დაყენება. ერთიანი კანდიდატის დაყენებისკენ მიმავალი გზა ჯერ საკუთარი კანდიდატურის დასახელება და ეხლა ღიად ვაცხადებ. მე არ დამისახელებია კანდიდატურა და არ ვამბობ ყველას გასაგებად, რომ მე ყველა ვარიანტში ვაპირებ კენჭი ვიყავ. არა, ეს არის წინასწარი არჩევნებისთვის ჩემი შეთავაზება. მე ვთავაზობ ბატონ ალასანიასაც. მე ვთავაზობ იგივე ქრისტიან დემოკრატები თუ აპირებენ დასახელებას ყველა ოპოზიციურ პარტიას. ვკითხოთ ხალხს, ვინ ჯობია, ჩავატაროთ ეს წინასწარი არჩევნები, რომლის პრეცედენტი არსებობს საქართველოში 2005 წელს გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად 4 პარტიამ ჩაატარა ასეთი არჩევნები. გამოვავლინოთ და ერთად დაუჭიროთ ხარ ერთიან კანდიდატს და ის 60% ხმებისა მიიღოს იმ ერთმა კანდიდატმა. ხო და სწორედ გიკითხებით, როგორ ფიქრობთ, რომ ამისთვის მზაობა არსებობს ოპოზიციაში, იმიტომ რომ ზუსტად ესეთ განცხადებები მაქვს მოსმენილი, რომ ჯერ მზაობა ოპოზიციაში არ არის, იგივე ალიანსის წევრები აცხადებდნენ, ანუ არ გიკვეთება, რომ ყველა პარტია თანახმა ამაზე. მზაობა არის საზოგადოებაში. ძალიან ჩვენ პოლიტიკურ გეგმას ღიად გეტყვით, არ დაგიმალავთ და ჩემი კოლეგების გასაგებად. მეტი მზაობა საზოგადოებაში ვიდრე ეს იყო 2 წლის წინ. გახსოვთ, როდესაც ჩვენ ერთიან პრეზიდენტობის კანდიდატზე ვსაუბრობდით და დავასახელეთ მაშინ ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა. მაშინ ბევრ საზოგადო მოღვაწეს ხვდებოდით, ცნობილ ადამიანს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს და მაშინ არ იყო ჯერ ეს იდეა გამჯდარი, რომ ერთი კანდიდატია საჭირო. საპრეზიდენტო და განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ ადამიანებს, ინტელიგენციას, რომ ერთი კანდიდატის გარეშე გამარჯვება ვერ მოვა. ამიტომ დღეს მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ ამას, განსხვავებით 2 წლისგან. დღეს იგივე აი ქართული აკადემია კრებული ფრიად საპატივცემულო და დაფასებული ადამიანებისა საზოგადოებაში. რომელიც პრაიმერს უჭერს ხარჯს. ღიად აცხადებს, რომ წინასწარი არჩევნები, ანუ პრაიმერი და ერთიანი კანდიდატურის გამოვლენა აუცილებელი პირობაა გამარჯვებისთვის. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამას ბატონობა იგივე ლევან გაჩეჩილაძე ამბობდა, რომ ვინ იქნება გამსვლელი პაიკი, მე მას წავყვები, ანუ ვინც არ უნდა დასახელდეს, თქვა ლიდერად არ აქვს ის რომელი პარტიის წევრი იქნება, თქვენ წავყვები. თუ მოხერხდა პრაიმერის ჩატარება. აუცილებლად მოხერხდება, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, შექმნილია უკვე ჯგუფი. სამუშაო ვარიანტი ამ წინასწარი არჩევნების, ანუ პრაიმერის დებულების არსებობს. მე მიმართავ ყველა კოლეგას, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ამ საქმეში, ეხლავე მობრძანდით. იმის მიუხედავად მიღებული გაქვთ თუ არა პრაიმერში, ანუ წინასწარ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, სამუშაო ჯგუფში ჩაერთეთ, თქვენ კიდევ გეძლევათ საშუალება და გექნებათ მოფიქრების დრო და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს წესები არჩევნების ჩატარებისა, განსხვავებით სახელმწიფოს მიერ ჩატარებული არჩევნებისა, იყოს სამართლიანი, პარიტეტული, ყველასთვის მისაღები და ყველა შენიშვნას ველით და იგივე აი თქვენ ჩემ შემდეგ ბატონი გიორგი თარგამაძე იჯდება ამ სტუდიაში. ღიად მივმართავ მას. თუ ის და მე ვიცი რომ ერთვება არჩევნებში კანდიდატურის დასახელებას გეგმავს კანდიდატურის დასახელებას მიუხედავად იმისა რა განსხვავებული გზა გაგვივლია ცხოვრებისა მიუხედავად იმისა რომ ხშირად არსებობს უნდობლობა ერთმანეთის მიმართ ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ყველა ეს საკითხი და ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ წინ გამოვიდეთ ერთად მივიღოთ მონაწილეობა ჩავერთოთ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია კარგი, თუმცა ეს არის ლაკმუსის ქაღალდი. ხოლო ეხლა ერთ რამესაც ვიტყვი. კითხვა და დასაბათ ნაკობა. ღიად ვიტყვი, თუ არ თქვენ დამისვით ეს შეკითხვა, ხო, ალბათ ძანეთ. ხო, დაახლოებით ეგ მინდა და თუ არ შედგა ეს პრაიმერი და იგივე არჩევნების გზას მე უბრალოდ ეს მინდა და შემეხსენებია, რომ ეწინააღმდეგება ოპოზიციის ნაწილი, ანუ გაჩნდა უკვე რაღაც შეურიგებელთა კოალიცია იქნება ცალკე არიან ის პარტიები, ვინც ემხრობიან არჩევნებს. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რომ ისინი წამოვლენ პრაიმერზე, ისინი თვლიან, რომ საერთოდ არ უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა ამ არჩევნებში. ვაზუსტებ, ჩემი შეთავაზება ძალაშია და არსებობს იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და
და ეს მისი პოლიტიკური ბრძოლის გზა. არ ვაპირებ ამ პოლიტიკური გზის კრიტიკას, თავდასხმას ჩემს კოლეგებზე და ისინიც საკმაოდ კორექტულობას ინარჩუნებენ მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა. მე მიმაჩნია, რომ არჩევნების შედეგები საპრეზიდენტო და საპარლამენტო გვაძლევს სრულ გარანტიას იმისა, რომ ერთიანობის და ერთი კანდიდატურის შემთხვევაში გამარჯვება შედგება და სააკაშვილის რეჟიმი დასრულდება ამ ქვეყანაში. ჩემთვის ქალაქის მერობა, მე ჩამოვთვალე, არ არის მხოლოდ პენსია, სტაჟის და დამსახურება. თუმცა ეს მნიშვნელოვანია. არც უფასო საავადმყოფო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. ქალაქში მოსული ოპოზიციური ხელისუფლება კარგი და ბოლო კითხვა მინდა უბრალოდ დაგისვათ, თქვათ არ შედგა პრაიმერი. თქვათ არ მოხერხდა ერთიანი კანდიდატი. თქვენ დატოვებთ თქვენს კანდიდატურას, ანუ თქვენ დარჩებით მერობის კანდიდატად. და საქმე უკვე იმდენად არის შესული სამუშაო ჯგუფის, რომ პრაიმერი აუცილებლად შედგება. თქვათ, ყველაფერი დასაშვებია პოლიტიკაში, ბატონობა, მე უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ დარჩებით თუ არა მერობის კანდიდატად. ბრძოლაში ყოყმანი არ ვარგა. პრაიმერი შედგება და მე დავრჩები კანდიდატად თუ ამ პრაიმერში გავემარჯვებ. და თუ არ შედგება? კი თუ არა, უბრალოდ მიფასურე, დარჩებით თუ არა მერობის კანდიდატად. მე ვაცნობებ საზოგადოებას, პრაიმერი აუცილებლად შედგება და ერთიანი კანდიდატი აუცილებლად იქნება. მე არ უშვებ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ საზოგადოებას, ესე ვთქვათ, შევახსენებ, რომ ხვალ 3:30-დან პირველი არხის, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე ვიკრიბებით 3 საათზე ვიძრებით რუსთაველის მიმართულებით, ხვალ 7 ნოემბერია, ვისაც სიარული არ შეგიძლიათ უფროსი თაობის წარმოადგენლებს 4 საათზე ქაშვეთთან დაგველოდეთ და იქ შემოგვიდეთ. გასაგებია გქონდეთ. ძალიან დიდი მადლობა ხალხის პარტიის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ჯერჯერობით მოდით ვიდრე პრაიმერი შედგება, რა ხან თქვენ რომ შედგება, თუმცა ვნახოთ. კობა დავითაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და სულ რამდენიმე წამში ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე შემოგვერთება. ვინ იქნება შემდეგი? მალე საკუთარ კანდიდატს ქრისტიან დემოკრატებიც დაასახელებენ. ვისთან მართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წევრები? თბილისს ჭირდება მერი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას მოუგვარებს. სწორედ ასეთ ადამიანებთან გვაქვს კონსულტაცია. ვის აირჩევენ ქრისტიან დემოკრატები საკუთარ კანდიდატად და ვინ შეიძლება გახდეს ალასანია დავითაშვილის კონკურენტი ოპოზიციიდან თბილისის არჩევნებში? გიორგი თარგამაძე სტუმრად პოზიციაში. ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ჩვენი სტუმარი, მასთან განვაგრძობთ საუბარს საღამომშვიდობისა. ბატონო გიორგი, მადლობთ რომ მობრძანდით სტუდიაში და ბუნებრივია თქვენ და საუბარსაც დავიწყება მერობის არჩევნებით და თბილისის არჩევნების თემით, იმიტომ რომ თქვენ ამ კვირაში გააკეთეთ ესე ვთქვათ ოფიციალური განაცხადი, რომ იღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში და ძალიან მალე დაასახლებთ კანდიდატურას. ბუნებრივია, დავიწყებ პირველ რიგში თხოვნით, რომ იქნებ დაასახელოთ ეს კანდიდატურა ამ ეთერში, თუ უკვე შეჯერებულია პარტია ვინ იქნება ეს, თუ მაინც ვთქვათ რაღაც გარკვეული დროის მერე გეკმავთ ამას. ამას დაჭირდება გარკვეული დრო, თუმცა განაცხადი ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას იმისა, რომ მას აქვს არა მხოლოდ ზოგადად თავისი პოლიტიკური ალტერნატივა ხელისუფლებისა, თავისი პროგრამული ალტერნატივა, ასევე პოლიტიკური გუნდი და ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც ქალაქის მასშტაბში იგულისხმება ამ შემთხვევაში თბილისი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი საქართველოს მასშტაბით, განაპირობებს ამ გუნდის ამ იდეების განხორციელებას. ჩვენ გვეყოლება ასეთი კანდიდატურა დაახლოებით ალბათ. ანუ გადაწყვეტილება მიღებულია, მე მაინტერესებს ვინ იქნება თუ ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე კონსულტაციები ბოლო ფაზაში არის შესული, თუმცა გარკვეული დრო გჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ მაინც ჩამოყალიბდეთ კანდიდატურასთან დაკავშირებით. ანუ რადგან თქვენ არ ასახელებთ, მე მაინც კითხავთ პრესაში გაჟღერდა უბრალოდ რამდენიმე კანდიდატურა და უბრალოდ ამიდასტუროთ მაინც ან უარყოთ არიან თუ არა ეს ადამიანები მათ რიგებში, იგივე მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი და საკმაოდ ესეთი ცნობილი ადამიანები სახელდებოდნენ, ვიზეთ შესაძლო ქრისტიან დემოკრატებმა შეაჩერა. არ მინდა რომ უბრალოდ დრო დავხარჯოთ ამ თემებზე საუბრისაგან, თქვენს მიერ დასახელებული ყველა კანდიდატის მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების მიმართ მე ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, თუმცა მოვლენებს წინ გავუსწრებთ, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ შეთანხმებას მივახციოთ და კონკრეტული კანდიდატურა შევთავაზოთ საზოგადოებას, მით უმეტეს რომ ჯერჯერობით არათუ არჩევნები არ არის დანიშნული და თარიღია გაურკვეველი, საერთოდ რა არჩევნებს ვატარებთ, კანონმდებლობაში ცვლილებებიც არ არის შესული და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ქრისტიან დემოკრატები როგორც ყოველთვის ვცდილობთ რომ ზედმეტად არ ავჩქარდეთ და ვთვლით რომ პოლიტიკური პროცესები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და ამის პარალელურად ვემზადებით აქტიურად არჩევნებისათვის. გასაგებია და ძალიან მოკლედ თქვენ თქვით რომ არ უნდა იყოს პარტიული თქვენი კანდიდატი და როგორი უნდა იყოს მერი, როდესაც ამაზე საუბრობთ,
საუბრობდით, პრესაში ხუმრობითაც დაიწერა კიდეც, რომ ახალ დიმიტრი გელოვანს ეძებს ქრისტიან-დემოკრატებიო. იმიტომ რომ თქვენ ამბობთ, რომ კანდიდატი უნდა იყოს არ პარტიული, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული, არ უნდა იყოს საზოგადოების ცნობილი ადამიანი, მის უკან უნდა იყოს ერთი წარმატებული პროექტი, მაინც უნდა იყოს ფინანსურად უზრუნველყოფი და ასე შემდეგ. ამ ძალიან ბევრი ისეთი კრიტერიუმი იყო ჩვენთვის, ანუ ქრისტიან-დემოკრატებისთვის იქნება თქვენი კანდიდატი თქვა. ჩვენ ვთვლით და მე მიმაჩნია, რომ თბილისელებისთვისაც ასეთი კანდიდატურა უფრო მეტად იქნება მისაღები, რადგან საქართველოში პოლიტიკური სპექტრი და მათ შორის თბილისში უკვე ძალიან დანაწევრებული არის. შეიძლება ერთ პარტიულმა ტვირთმა ადამიანს ძალიან შეზღუდოს მისი მხარდაჭერის რესურსის თვალსაზრისითაც. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციას ისეთ ადამიანთან, თავიდან ადამიანთა ჯგუფთან, რომელთაც არ აქვთ ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, უღელი მხრებზე დადგმული. ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ იქნება ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნების დროს, აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ჩამოვთვალეთ. რა თქმა უნდა, იდეალური არც ადამიანი არის, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისელებისათვის ძალიან მისაღები ფიგურა იქნება, სიტყვა სახეს არ ვიხმარ, არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მის უკან დგას ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტები, რომელიც უკავშირდება საქართველოში წარმატებულად განხორციელებულ ეკონომიკურ პროექტებს, უამრავ დასაქმებულ ადამიანს, ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც არ გამოხატავს მხოლოდ ერთი რომელიღაცა ვიწრო სოციალური თუნდაც ასაკობრივი ფენის ინტერესსა თუ გამოცდილებას და ჩვენ მიგვაჩნია და ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი მიდგომა არის ამ კუთხით მემკვიდრეობითობაც, რომ საქართველოს ისტორია არ დაწყებულა 2003 წლიდან და არიან ადამიანები, რომელთაც ამ ცხოვრებაში ბევრი ამ კარგი გაუკეთებია და ჩვენი აზრით აქვთ რესურსი და კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ამ შემთხვევაში კონკრეტულად თბილისისათვის. კარგით, მე იმედს ვიტყობ, რომ ან კანდიდატურას დაასახელებთ ჩემს ეთერში, ან თქვენი კანდიდატურა პირველად ამ სტუდიაში იქნება ჩემი სტუმარი. კი ბატონო, ამის პირობაში ჩამოგართმევთ, რომ ერთი ან მეორე მაინც თქვათ მოხდეს პოზიციის სტუდიაში. და აქვე პრაიმერის ჩატარებას გეგმავს ოპოზიციის ნაწილი, იგივე ბატონმა კობა დავითაშვილმა ერთგვარი შეკითხვაც კი დატოვა სტუდიაში თუ შემოთავაზება თქვენს მიმართ. მე უბრალოდ კითხვას დაგისვამდი, თუ ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ამ თემაზე კონსულტაციებს გადის, შეთანხმდა პრაიმერის ჩატარებაზე. თქვენ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას თქვენი კანდიდატურით, თუ მაინც თქვენი კანდიდატურა თქვა დარჩება სულ ერთგვარ კონკურენტად. თავისთავად ძალიან მისასალმებელი მიდგომაა, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ და ხვდებიან იმას, რომ ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის გარეშე რთული იქნება თვითმმართველობის არჩევნებში, განსაკუთრებით თუნდაც თბილისში, ხელისუფლების არომადგენლის დამარცხება. ჩვენც ასე ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ ვარ ძალიან მჭიდრო კონსულტაციებში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საარჩევნო კომისიაში, უბრალოდ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად მომუშავე ჯგუფში და მიგვაჩნია, რომ ეს კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული საკითხი, მათ შორის უკავშირდება ეს თემები საარჩევნო ბარიერს, უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას და ასე შემდეგ, რამაც საზოგადოებაში უნდა აამაღლოს ნდობა ზოგადად საარჩევნო პროცესისადმი, რადგან ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს. ახლა არც ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებს და არც თუნდაც იგივე ალიანსის წარმომადგენლებს არ მიგვიღია გადაწყვეტილება ამ კომისიაში მუშაობის დაწყების და პროცესში ჩართვის, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ არი გამოგვეჯახუნებინა და რაიმე რადიკალური განცხადებები გვეკეთებინა, რომელსაც შემდეგ არანაირი მომავალი არ ექნება. ამიტომ ჩვენ არ ვსაუბრობთ არავისთან, მათ შორის არც ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით და მიგვაჩნია, რომ ყველამ და მათ შორის ხელისუფლებამ დღეს უნდა გავიაზროთ ჩვენი ქვეყნისათვის ის მნიშვნელოვანი მომენტი, ძალიან კრიზისული პერიოდი, როდესაც აუცილებელი არის ქვეყნის შიგნით საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ბაზისის შექმნა. მათ შორის ასეთი არის არჩევნები და სწორედ არჩევნების მეშვეობით საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა. ეს არის ძალიან კარგი შანსი ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ამავე დროს გარკვეული ტესტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, თუნდაც იმისთვის, რომ უკეთესად მოემზადოთ გენერალური არჩევნებისათვის. რაც შეეხება პრაიმერის იდეას, ეს იდეა არის თავისთავად განსახილული და დასამუშავებელი. არა, ბევრ ამაზეა მოგეხსენება დამოკიდებული, თავად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც განსხვავებული მოსაზრებებია, იგივე მახსოვს ალიანსის ლიდერების მოსაზრებები, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ სხვა პოლიტიკური ლიდერებისათვის, რომლებიც ამ ინიციატივით გამოდიოდნენ, რომ პრაიმერი მხოლოდ ერთი პარტიის შიგნით ტარდება და ისიც სულ სხვა პოლიტიკური სისტემის ქვეყნებში. თავისთავად იდეა, რომ მოდი ყველა ერთად და ერთის უკან, ეს ძალიან მომგებიანი და კარგი იდეაა, მაგრამ ყველა ხვდებით, რომ ქართულ სინამდვილეში ერთობ განუხორციელებელი ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის თუნდაც იმის გამო, რომ მაგალითად ლეიბორისტები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაერთიანდნენ, დაუშვათ
ჩვენ ერთი ლიდერის ბატონ შალო ნათლაშვილის ან საუბრობენ მაშინ სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა ყველანი ხვდებით, რომ ამის მიღწევა იქნება შეუძლებელი. ისევე როგორც სხვა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე გამოავლინეს თავიანთი პოზიტიური ამბიცია, რომ იყვნენ დაუშვათ ქალაქის მერი. ასე რომ კოორდინაცია საჭირო, თუმცა რა ფორმით და რამდენად ღრმად შედგება ეს კოორდინაცია, ამას გამოაჩენს პოლიტიკური პროცესი. კარგი და ერთი კითხვა მინდა დაგიშვათ ალიანსის ლიდერი ახსენეთ და სწორედ რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა რომ კონსულტაციებს მართავს ალიანსი საპარლამენტო ოპოზიციასთან და თქვენთანაც უმცირესობასთან და თქვენს პარტიასთან რა თემაზე მიმდინარეობს იყო რომ საარჩევნო კოდექსზე თუმცა იქ დასახელდა ესეთი მოსაზრებებით რომ საუბარი ამ საარჩევნო კოდექსის ირგვლივ რაღაც კოალიციურ მუშაობაზე და ასე შემდეგ ანუ არის რაიმე ესეთი თემებზე კონსულტაციები თუ მხოლოდ საარჩევნო გარემოს შეცვლას ეხება ეს ახლა ირაკლისთან ამ ალიანსის ლიდერთან ჩვენი ურთიერთობები ახლა დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ჩვენ გვიწევს საუბარი ზოგადად პოლიტიკურ თემებზეც, ამ ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც. ძალიან კარგია, რომ ჩვენი პოზიციები მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ ქრისტიან დემოკრატებს თანმიმდევრულობის პრობლემა არასოდეს ჰქონია და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ფლანგზე, ასე ვთქვათ, ზომიერი, კონსტრუქციული, კონსტიტუციური არჩევნების მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის ბილიგზე ჩვენთან ერთად საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდნენ. ჩვენ ძირითადად ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვაქვს სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფასთან და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, რაც სხვათა შორის არ ითვალისწინებს მარტო კოდექსის ცვლილებას, ითვალისწინებს მედიაში ვითარების გამოსწორებას, სასამართლოში გარკვეული გარანტიების შექმნას, ბიზნესის თავისუფლების ხარისხის გაზრდას. ეს ყველაფერი ქმნის მთლიანობაში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. ეს უკაცრავად უბრალოდ ჩაგეკითხებით, რომ შესაძლოა ირაკლი ალასიანიმ კანდიდატურაც კი მოხსნასო პრესაში ეწერა, თუ კი 50% ზემოთ, რაზეც ვერ თანხმდება თქვა ხელისუფლებასთან ამ თვალს ოპოზიცია არ მიიღებს გადაწყვეტილებას ხელისუფლება მერის არჩევნების წესთან დაკავშირებით. ქრისტიან დემოკრატების პოზიცია როგორია? ანუ ამაზე თანხმდებით თქვენ რომ დარჩეს იგივე როგორც იყო თუ? არა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ბარიერს აქვს პრინციპული ხასიათი. შეიძლება ეს არ იყოს 50%, მაგრამ ის რომ ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ დედაქალაქის მერს ჰქონდეს მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა და მაღალი ლეგიტიმაცია, ამას ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. ასე რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი პოზიციები თანხმედრია. შეიძლება ციფრებში ზუსტად ეს ყველაფერი ასე არ დაждდეს, თუმცა ჩვენი ასეთივე პრინციპული მოთხოვნაა ხელისუფლებასთან, რომ ბარიერი არსებობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ თვალსაზრისით ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. კარგი, და მე არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ თემას, რადგან პარლამენტის წევრი ბრძანდებით დღეს საკმაოდ ხმაურიანი განხილვა მოყვა ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც საკმაოდ კრიტიკა მოყვა ქრისტიან დემოკრატებისგან, უმცირესობისგან, თქვენ ეროვნული საფრთხეების ინტერესებისა და ეროვნული ეკონომიკის საწინააღმდეგო ბიუჯეტიც კი უწოდეთ, თუ არ ვცდები პერეფრაზირება არ არის ზუსტი. რა იყო ასეთი მწვავე კრიტიკის მიზეზი? ვთქვათ, ერთი საგარეო დაზვერვის, ვთქვათ, შემცირებაზე ბიუჯეტის საუბრობდით და ვთქვათ, ეს ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იყო კიდე რაღაც სხვა მიზეზები თუ ვთქვათ, ეს ერთი მიზეზი ძალიან ბევრია. მე დაგისახელებთ რამდენიმე მიზეზს, რის გამო ჩვენ შეიძლება დაუჭიროთ მხარი და ნებისმიერმა სუბიექტმა ამ ბიუჯეტს და მე სწორედ ამიტომ გეუბნებით. მე გეტყვით რამდენიმე პოზიტივს, რომლის საბოლოოდ შეთანხმება მოახერხე და მათ შორის ესეთი არის სულ 4. ჩვენ მოგვიწია ამ თემებზე ძალიან სერიოზული კონსულტაციები და დებატები მანამდეც და დღესაც, მაგრამ 4-4 საკითხია, ასე ვთქვათ, რომელზეც შეთანხმება მოხერხდა. მე ჩამოთვლი რაზე ვერ მოხერხდა, დარწმუნებით, რომ სასწორი იქით არის ამ ცხოვრად გადაწეული, ხო? პირველ რიგში ეს უკავშირდება საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დაფინანსების თემას, სრულიად ალოგიკურ მიდგომასთან გვაქვს საქმე, როდესაც ყველა ვამბობდა, მათ შორის ხელისუფლება პირველ რიგში, რომ ქვეყნის საფრთხეები იზრდება და იმის ნაცვლად, რომ ასეთი ტიპის ასე ვთქვათ, ორგანოს ჩვენ პირიქით მეტ შესაძლებლობას ვაძლევდეთ. საუბარი იყო იმაზე, რომ 6,5 მილიონი ლარი შეგვემცირებინა 5 მილიონამდე, ანუ 1,5 მილიონი ლარით. კატეგორიულად წინააღმდეგი წავედით ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ დობის ჯგუფზე ვქონდა ამაზე საუბარი. მე მქონდა იმედი, რომ მთავრობაში კონსულტაციები წარმატებით დამთავრდებოდა თავად ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაგრამ შედეგად შემოვიდა დოკუმენტი, სადაც წერია 1,5 მილიონით შემცირებული ბიუჯეტი. დღეს ძალიან მკაცრად დავაყენეთ ეს საკითხი და საბედნიეროდ ფინანსთა მინისტრისაგან მივიღეთ პირობა, რომ საგარეო დაზვერვას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვან რგოლს არ შეუმცირდება როგორც მინიმუმ დაფინანსება. არის მეორე ამ კუთხით იქნა გათვალისწინებული. მეორე ეს უკავშირდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თქვენ გახსოვთ ჩვენ გასამაგებას მოითხოვდით, რადგან ეს თითქმის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი არის გასულ წელს განხორციელებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როდესაც კონკრეტულ სოფელში შევიდა კონკრეტული თანხა და რაღაცა ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდა. მე შემიძლია უთხრა დღეს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს
სოფლად ცხოვრებ მოსახლეობას, რომ თუ კი მათ მაგალითად სოფელ იანეულში ან სოფელ ნიგორზღვაში ჰქონდათ 20,000 ლარი დასახარჯი ადგილზე, 2010 წელს ჩვენს მიერ მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ექნებათ 40,000 ლარი დასახარჯა. თუმცა ჩვენ ცალკე გვაქვს სამუშაო, როგორ მოხდება გადაწყვეტილების მიღება და ამ თანხების ხარჯვა. ასევე ჩვენ მივიღეთ პირობა ფინანსთა მინისტრისაგან, რომ უმწეოთა პროგრამაში აი ამ სტატუსის მიღებისთანავე 3 თვეში ადამიანები მიიღებენ IAP დაზღვევის საბუთს ხელში, რაც სამწუხაროდ აქამდე არ იყო და ეს პროცესი იწელებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. გარკვეული დაპირება მივიღეთ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსიონერებისა და აი განსაკუთრებით ჭიათურაში, ზესტაფონში, საჩხერეში, ტყიბულში დაზარებული ადამიანების მდგომარეობას. ითქვა, რომ არსებობს ფონდი, საიდანაც სახელმწიფოს დაკისრებული ვალდებულებები სასამართლოს მიერ სხვათა შორის უნდა იყოს გასტუმრებული. ამაზე ცოტა ზედაპირული პასუხი მივიღეთ, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ ყინულს დავძრავთ ამ მიმართულებით. მაგრამ არის უზარმაზარი ნაწილი, რა ძალიან კრიტიკულია. ხო, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვთვლით, რომ მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა არა მარტო ეს ბიუჯეტი ეწინააღმდეგება ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებს და მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებს და როცა უსაფრთხოება სიტყვას ვახსენებ სწორედ იმის გამო, რომ დღეს საქართველოს მიმართ ძალიან სერიოზული საგარეო საფრთხეებია ჩვენს ქვეყნის შიგნით, მათ შორის გვჭირდება სოციალური მშვიდობა. და როგორი საზოგადოებრივი სტრუქტურა გვაქვს სოციალურად, მე გეტყვით აი უბრალოდ მონაცემებს. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო. ოფიციალური სტატისტიკით დღეს 1,550,000 ადამიანი არის საქართველოში დასაქმებული. აქედან 500,000 ადამიანი ითვლება დაქირავებულად და დანარჩენი მილიონი ითვლება თვითდასაქმებულად. სოფლად ცხოვრები ადამიანები, რომელთაც მიწა აქვთ. ეხლა ეს რანაირ დასაქმებულები არიან, ცალკე სადაო თემა არის, ხო? საწვავი არა აქვს, რომ დაამუშავოს მიწა და განახევრებული არის თუნდაც შეორდნაძის პერიოდში დამუშავებული მიწების რაოდენობა დღევანდელ სიტუაციასთან. მაგრამ ის 500,000, რომელიც დასაქმებული არის, მათი 23%, ანუ 1/5-ზე მეტი, 1/5, ხო და ცოტა უფრო მეტი, იღებს საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს. და გასულ წელს ჩატარებული, ამ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 37% თავისი შემოსავლებით ვერ აკმაყოფილებს კვების პრობლემებს ოჯახში. მხოლოდ 34%-ია, რომელიც აკმაყოფილებს. 24%-ია, რომელიც კვებასთან ერთად ტანსაცმელსაც ყიდულობს ოჯახის წევრებისათვის და მხოლოდ 4%-ია ისეთი, რომელიც ტანსაცმელსაც ყიდულობს, საკვებითაც უზრუნველყოფს ოჯახს და რჩება რაღაცა, რომ ტელევიზორი მაცივარი შეიძინოს. ანუ საშუალო ფენა არის სულ 4%. 1%-ია ქვეყანაში ეგრეთ წოდებული მდიდართა კლასი, რომელიც ახერხებს ბინაში, მანქანაში, აგარაში ჩადოს. აი ესეთი მძიმე სოციალური სტრუქტურა გვაქვს და ძირითადი პრეტენზია ხელისუფლებასთან არის სწორედ ის, რომ მის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს არ უწყობს ამ ვითარების შეცვლას. რაში მდგომარეობს ჩვენი წინადადება? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, რომელიც გარდატეხა შეიტანს ეკონომიკურ პოლიტიკაში. როგორ? თუ კი სამუშაო ადგილებზე არის საუბარი, სამუშაო ადგილებს აჩენს ბიზნესი და არა სახელმწიფო. მცირე და საშუალო ბიზნესი. საშუალო ევროპული მონაცემებით 70% მთლიანად ქვეყნებში დასაქმებული მოსახლეობის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში არის დასაქმებული. პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ 2007 წლის 8 წლის არჩევნების საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობას პირდებოდა და ეს იყო თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ ქვეყანაში დაარსდებოდა IAP კრედიტის ბანკი. გახსოვთ ხო ასეთი იდეა? სადაც პირველი ტრანში იქნებოდა 300 მილიონი. 300 მილიონი ხო უკვალოდ გაქრა და ამ ბიუჯეტში უკვე 2010 წლისა უკვალოდ გაქრა ის 20 მილიონი ლარი კი რომელიც გამოყოფილი იყო 2009 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, ანუ ქართული ბიზნესის დასახმარებლად IAP კრედიტების სახით და დღეს გვაქვს დიდი ნულიანი. აი ეს არის ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. საიდან მივხვდი რომ ხელისუფლებაც აი ერთ დავამთავრებ უბრალოდ. კი ბატონო, სიამოვნებით ვიდეპატებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მაქვს. სათქმელი. მე შეგნებულად ნინო არ უწყებ აქ საუბარს, რა პრეტენზიები გვაქვს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით. ქრისტიან დემოკრატები ყოველთვის ძალიან აქტიურები ვართ იგივე განათლების სფეროსთან დაკავშირებით, იგივე ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაც სრულიად უსამართლო დისკრიმინაციული მიდგომა არის, როცა გამოდის ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიციიდან ან ძალოვანი სტრუქტურიდან გასული პენსიონერი იღებს ზოგ შემთხვევაში 10-ჯერ უფრო მეტ პენსიას, ვიდრე ვარდების რევოლუციამდე. რატო? რა დამსახურების გამო, ან რა დაუმსახურებლობის გამო. მაგრამ თქვენ როცა მკითხავთ, მე საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული, ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს გვაქვს ყველაზე გამოკვეთილი პასუხი ამ თემაზე. თავდაცვისა და შეიარაღების ბიუჯეტიდან. დღეს საქართველოს ბიუჯეტში 750 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული თავდაცვასა და შეიარაღებას. თუმცა პრიორიტეტი აღარ არის ძალოვანი წყობები მაგრამ აი ერთი წუთი მინდა და
მოსახლეობისთვის გასაგებად საინტერესო იქნება, რომ ჰაერზე არ ვლაპარაკობთ, ხო, საიდან უნდა მოვიტანოთ. თუნდაც იმ მცირე ბიზნესისთვის გრძელვადიანი იაფ დაბალი პროცენტებიანი კრედიტები. 750.000 ლარი, ეს არის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4%. ნატოს სტანდარტების მიხედვით 3% არის მისაღების სტანდარტი ქვეყნებისათვის. ჩვენ წინადადება არის, რომ თავდაცვისა და შეიარაღების ბიუჯეტი დავიყვანოთ 3%-ზე, რაც სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნებს და ნატოს სტანდარტებს და ეს 1% არის 170 მილიონი ლარი, რაც სრულად საკმარისი იქნება თუნდაც ეკონომიკის ეროვნული სექტორის, ასე ადგილობრივი სოფლის მეურნეობის დარგი იქნება თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლად. რო აღარაფერი ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მზადდება საქართველოს მთავრობის მიერ, ეგრეთ წოდებული 5%-იანი იმპორტის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც ისედაც მთლიანად შეიძლება დაანგრიოს ადგილობრივი წარმოება. მე ერთ მაგალითს გეტყვით, 80% საქართველოში იმპორტირებული სურსათის, რასაც ჩვენ მივირთმევთ და ვჭამთ უკაცრავად ამ სიტყვისათვის, 80% არის იმპორტი, შემოტანილი საქართველოში. და უფრო სასაცილოს ტრაგიკული რო არ იყოს, ციფრსაც გეტყვით. საქართველოში, სადაც ამის არანაირი პრობლემა არ არის, 70% კარტოფილის მოხმარებისა ეს არის შემოტანილი, იმპორტირებული. აი ეს ხდება სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანას არ აქვს საკუთარ ეროვნულ ეკონომიკაზე, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირობას გაძლევთ, რომ მოგცემთ საშუალებას ხელისუფლების წევრებთან ერთად დამჯერეთ ეს თემები უფრო საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის და აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ კვირის თემებს მიყვებით და მე დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტს ესეთი ხმაური მოყვება ვიდრე დაამტკიცებენ, რომ ეს თემა გახდება პოზიციის თემა და გაძლევთ ამის პირობას, უბრალოდ დრო ჩვენი ამოიწურა და ბოლო კითხვა უბრალოდ იმდენჯერ ახსენეთ ეს ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა გამახსენდა და ძალიან მოკლე პასუხი გამეცით, რომ ქრისტიან დემოკრატები ყველაზე ხშირად სწორედ ამ საფრთხეებზე საუბრობ და ამბობთ, რომ საკმაოდ საგანგაშოა, თქვათ ის ფაქტები, რაც ხდება იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან პირობით საზღვრებთან, ლარსის გახსნასაც მოყვა თქვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, სიფრთხილე და უშიშროების საბჭოს მოწვევას მოითხოვეთ, ანუ ძალიან მოკლედ რაში ხედავთ ასეთ სერიოზულ საფრთხეს და რატომ ამბობთ სულ, რომ ძალიან ფხიზლად უნდა იყოს ქვეყანა და ყველა უწყება. ძალიან ზედაპირულად უნდა უყურებდე ადამიანის მოვლენებს, რომ ვერ ხდებოდა, რომ ეს საფრთხეები ძალიან გაზრდილია. დააკვირდით რა ხდება, ხო? ანუ რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების კვლავ ახალ პროვოკაციებზე წამოგებას. მას შემდეგ, რაც აი ყველაფერი კეთდება, ადამიანების გადაცემა და ასე შემდეგ, ხედავენ ისინი, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც კი გარკვეული გაკვეთილი გამოიტანა 2008 წლის აგვისტოს ომის და მისი წინაპირობებიდან გამომდინარე. ანუ გულისხმობთ პროვოკაციებს არ ანუ თავშეკავებული არის საქართველოს ხე როგორი არის თავშეკავება, როდესაც დღეში 20 ადამიანს გტაცებენ, ქალებს ეზოდან ტყის საჭიროა წასულ მამაკაცებს, აჯანყებული და აბუნტებული არის მთელი ეს რეგიონი და ვერცეთ ჩვენგანი ვერ იძინებს სახში მშვიდად, ხო? მაგრამ ხელისუფლება მაინც თავს იკავებს, სწორად იქცევა. ჩვენ რეკომენდაციას ეს არის, რომ მაშინაც ეგ იყოს სხვათა შორის 2008 წლის პერიოდშიც, რომ ჩვენ მაინც უნდა შევიკავოთ თავი, იმიტომ რომ რუსეთს ფენამოვდით მეც იგივე ეს ვიზამდი სამხედრო მას მოვახდენდით, თქვათ სხვა ქვეყანას რომ ესე შემოეტიაო. ეს ისე შეერაღებული ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის ძალიან მძიმე არჩევანი და აი ეს არის ის დილემა, რომელიც პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა მიიღოს ხოლმე. ანუ გადავიდეთ ბავშვების მოტაცებაზე. ანუ გაცვლა ეხა რაზე არის, რომ თუ კი ხელისუფლება ახერხებს ამ ადამიანების მოთმინების შენარჩუნებას და რაღაც კალაპოტში მოქცევას და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გარწეული პერიოდის მეშვეობით, მაგრამ მაინც ადამიანებს დაბრუნებას, ხო? და არ არის რაღაცის და აგრესიული პასუხები, ბავშვებს მამაყავს ელემენტარულად რა. და შეიძლება რომელიმეს ელემენტარულად უტყუნოს ნერვებმა. ამაზეა ლაპარაკი, რომ ყველაფერი საქართველოს ახარ სამხედრო ავანტიურას ჩაითვლიან. ჩვენ ეს უნდა გამოვრიცხოთ, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ხელისუფლების მიმართ ერთის მხრივ მაქსიმალური მოთმინების შენარჩუნება, მეორეს მხრივ მაქსიმალური აქტიურობა ადგილზე საიმისოდ, რომ პატრულირების გაძლიერების მეშვეობით და პოლიციას ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ქონდეს იქაც და აქაც თბილისში თუ სხვაგან, რომ თავის ფუნქციები კეთილსინდისიერად შეასრულონ, რომ არ მოხდეს ეს გადაცებები და მესამე ეს არის საერთოდ დღეს ტალიანის ქონდა თავის მოხსენებაზე შეხვედრა ევროპარლამენტის დახურულ სხდომაზე ერთ-ერთ კომიტეტში. აი მე ძალიან მაინტერესებს ჩვენი ევროპელი კოლეგების რეაქცია მას შემდეგ რაც უკვე ბავშვების გადაცემა ახალ ლეკიანობა დაიწყო საქართველოში. როგორი იქნება მათი პასუხი და რა არის ჩვენ გასაგებია რომ ძალიან ბევრი რამ შეგვეშალა ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს ამაში აქტიურად ოპოზიცია ჩართული ვართ ყოველ შემთხვევაში ჩვენ წინ პასუხისგებლობას ვზიდავთ და ეს არაერთხელ გამოგვიხატია და გამოვხატავთ ამას არავის გამო არ ვაკეთებთ ამას ვაკეთებთ სახელმწიფოს მიმართ ჩვენი პასუხისგებლობის გამო ამის მაგალითი იყო თუნდაც ბანკის ხეობაში ჩვენი ინიციირებით მონიტორინგის ჯგუფის წასვლა ამის მაგალითი არის თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული საფრთხეები
რომელიც ჩვენი საზრით არსებობს და ამაზე უფრო დახურულ სხდომაზე უშროების საბჭოზე იმედია გვექნება საუბარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ახლა ამ მომენტში, როცა ეს ბავშვები არიან გატაცებულები, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რას აღარ აკეთებს რუსეთი იმისათვის, რომ საქართველოს ახალ ავანტიურას წარმოაგოს. ეს უნდა გამოვრიცხოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. ძალიან დიდი მადლობა, ბევრ თემას შევეხება, უბრალოდ დრო ამოგვეწურა ბატონო გიორგი, ბიუჯეტის თემაზე საპარლამენტო უმცირესობას და ხელისუფლების დებატებს დავალოდებით ამ სტუდიაში. მე უნდა დაგემშვიდობოთ გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და რეკლამის შემდეგ თემა, რომელსაც ალბათ ყველა ყურადღებით მოусმენთ, ჩვენ შევიტყობთ, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები მოსალოდნელი გრიპისგან, რაზეც ძალიან აქტიურად საუბრობენ ამ კვირაში. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით გრიპის პანდემია მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელება თემა რომელიც ძალიან აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც მეზობელ უკრაინაში კარანტინი გამოცხადდა და 200,000-ზე მეტია იქ დაინფიცირებული თუმცა ამბობენ რომ ეს არ არის ღორის გრიპი და არის ჩვეულებრივი ვირუსი ამ დეტალებს გავარკვევთ ჩვენ სტუმრებთან ერთად თუმცა მანამდე მე მინდა პირდაპირ ეთერში ჩავთოთ პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე რომელიც ამ წუთებში უკვე უკრაინაში იმყოფება კიევიდან გვერდება პირდაპირ ეთერში და ხვალისთვის ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს ამ ყველაფერზე ლაშა მე უბრალოდ მინდა მოკლედ კითხო და შენ გექნება ხვალ საშუალება ვრცლად ისაუბრო პოსტსკრიპტუმში ამ თემაზე თქვა გარედან და იგივე ტელეეკრანებიდან ყველაფერი უფრო მძიმედ ჩანს თითქოს ანუ ადგილზე ჩასულს რა სურათი დაგვხვდა რამდენად შესამჩნევია იგივე კიევში იმიტომ რომ ვიცით რომ რამდენიმე რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა რამდენად შესამჩნევია კიევში რომ უკრაინაში თქვა კარანტინია და ესე მძვინვარებს გრიპი თავდაპირველად ციფრებით რომ დავიწყოთ ოფიციალური მონაცემები დღევანდელი ესეთია რომ ესე იგი მთლიანად თელს უკრაინაში გარდაცვლილია 190 ადამიანი მაგრამ ვირუსით ეს არნიშნავს რომ 190 არის გარდაცვლილი ახალი ატიპის H1N1 ვირუსით მხოლოდ დადასტურებული ფაქტი რომ გარდაცვლილებს აღმოაჩნდათ ეს ვირუსი ეს ციფრი არის 32 ადამიანი ანუ ყველაზე მეტი ცუდი ვითარება ამ ხრივ არის დასავლეთ ნაწილში ქვეყნის სადაც ლვოვში არის გარდაცვლილი 45 ადამიანი ვიმეორებ ეს არნიშნავს რომ მათ შორის ყველას ჰქონდა H1N1 ვირუსი შემდეგ მოდის ტერნოპოლი რაც შეეხება თავად შეგრძნებას თქვა იგრძნობა თუ არა რომ აქ არის პანიკა ნუ აეროპორტში დავიწყეთ დაკვირვება თვითმფრინავში ჩვენს მეტი აქედან საქართველოსთან წამოსულებს არავის ეკეთა ნიღაბი უკვე როდესაც ჩამოვედით კიევში უკვე შევნიშნეთ რომ რამდენიმე ადამიანმა გაიკეთა ნიღაბი თავად აეროპორტის პერსონალს ჰქონდა მკაცრი მითითება რომ უნდა ჰქონდათ ნიღბები ტარდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები და დღის სადღაც მეორე ნახევრისთვის მგზავრების რაც უფრო მეტი მგზავრი ჩამოდიოდა უფრო შეინიშნებოდა რომ მათ ეკეთათ ნიღბები 30 октября этого года 30 ოქტომბრიდან ბორისპოლის აეროპორტში მოქმედებს სამოქალაქო ავიაციის სანიტარული სამსახურის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სრულმა პერსონალმა უნდა აწარმოოს ინდივიდუალური დაცვა. ჩვენ ყოველ 3 საათში ერთხელ ვასუფთავებთ შენობას. ყოველი რეისის შემდეგ კი ავიაკომპანიებიც და ჩვენც სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ. каждые 3 часа влажную уборку. Выживем! Да, выживем! Куда мы денемся? Выживем! გადავრჩებით საშიში არაფერია, უბრალოდ მართლაც აუცილებელია ნებისმიერ დროს გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. Бережно. თითქმის ესეთია დამოკიდებულება მთლიანად კიევის ქუჩებში. აქ შეგახსენებთ ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ადამიანები არ თვლიან რომ არის რაიმე განსაკუთრებული პანიკის საფუძველი, თუმცა უნდა გაფრთხილდნენ. ჩვენ სპეციალურად მეტროპოლიტენში ჩავედით, ეს ადგილია, სადაც მითითება არის, თქო ქვეყნის მთავარი სანიტარის მიერ ადამიანები უნდა განსაკუთრებით ცუდად იყვნენ, იმიტომ რომ მასობრივი თავშეყრის ადგილია, თუმცა იქაც ვერ გეტყვით რომ თქო უფრო მეტ ნაწილს ეკეთა ნიღაბი არა, გაცილებით ნაკლები ადამიანი როგორც ჩანს ფრთხილდება ამ ვირუსის წინააღმდეგ სასტუმროში ადმინისტრატორმა შემოგჭირვა რომ ცოდნოდა რომ ჩამოდიოდეთ საქართველოსთან გთხოვდით რომ ჩამოგეტანათ ჩვენთვის ნიღბებიო ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანაში არის დეფიციტი ანუ ყოველ შემთხვევაში კიევში შემიძლია თქვა რომ დეფიციტი არის ნიღბები და სპეციალური პრეპარატები თუმცა ჩვენ ადმინისტრატორისთვის არ გვიდგამს რომ იგივე თბილისში როგორც ჩანს იქონია გავლენა უკრაინის აბმებმა გუშინ ჩვენ შეგვექნა პრობლემები შეუძლებელი იყო ძლივს ვიშოვეთ ნიღბები დანარჩენ ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ჯერჯერობით არის ხვალ იქნება ალბათ დამატებით მონაცემები ჩვენ ვცადეთ რომ შესულიყავით ჰოსპიტალში თუმცა ჯერჯერობით ეს შეუძლებელი იყო
დიდი მადლობა ლაშა, დაველოდებით ვრცელ რეპორტაჟს პოსტსკრიპტუმში და იმედია ჯანმრთელი დაგვიბრუნდები ყოველგვარი ვირუსის გარეშე. ლაშა კვესელაძე პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტი საუბრობდა კიევიდან პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში კითხვები დაუსვათ ჯანდაცვის მინის ბატონ სანდრო კვიტაშვილს, სახელმწიფოებისა ბატონ სანდრო, მოგესალმებით. საკმაოდ უცნაური რამ შევიტყვეთ ჩვენი ჟურნალისტთან, თურმე ნიღბები უჭირს უკრაინას და ვიცით რომ საქართველოს გამოუცხადა დახმარება და პირველივე კითხვას ამ თემაზე დავსვამდი. საქართველოში თუ არსებობს საკმარისი მარაგი ნიღბების და იგივე პრეპარატის ვთქვათ გრიპის გავრცელების შემთხვევაში რომ გახდეს საჭირო. საქართველოში არის ყველანაირი მარაგი, მაგრამ სანამ გადავალთ ამ თემაზე უშუალოდ, მე მინდა გითხრათ, რომ მარაგი არის ყველაფრის, მაგრამ არის სამწუხაროდ დეფიციტის საღი აზრის. მე უსმენდი ბატონი კობადავითაშვილის რეპლიკებს დაზღვევაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ვიწრო დილეტანტური უჩუდინარი განცხადებების საფუძველზე ხდება სადაზღვევო სისტემის ეკრედიტაცია ქვეყანაში. ეს წარმოუდგენელი ახლა ხუთლარიან დაზღვევებზე გულისხმობთ მის განცხადებას ბატონ სანდრო. დიახ, ძალიან ცუდი არის საგამხელო დაზღვევა, ადამიანები ვინც დაეზღვნენ და ათასობით ადამიანები ვინც მონაწილეობდა ამ დაზღვევაში და ვინც დღესაც იღებს დახმარებას, მას შეუძლია გაესაუბროს ბატონიკობა, რაღაც სტატისტიკა მოიპოვოს, ელემენტარული განათლება მიიღოს ამ სფეროში და მე შეუძლია გააკეთოს განცხადებები. ეს უბრალოდ მე მინდა თქვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი დაბალი დონის განცხადებებით გააკეთო რაღაცა დისკრედიტაცია კარგი საქმის, რომელიც ქვეყანაში კეთდება. კარგი, დიდი მადლობა, გადავიდეთ. რაც შეეხება თვითონ თემას. დიახ, იგივე უკვე ჩაგეკითხებით ამ ნიღბებზე ვთქვათ, შევიტყვეთ რომ მარაგი არის და პრეპარატების ამ უკრაინაში მიმდინარე პროცესმა, ვთქვათ, სადაც ფაქტურად პიქს მიაღწია დაავადება, მოღონეს არ არის H1N1 ყველა ამბობს, საკმაოდ ისეთი შეშფოთება გამოიწვია ბუნებრივია საქართველოშიც. რით დავამშვიდებთ მოსახლეობას, რატომ არ არის ჩვენთან პანიკის საფუძველი? თუ შეგიძლიათ გითხრათ. იცით, ახლა უკრაინაში ხდება ის, რაც ხდება ძალიან ბევრ დასავლეთ ქვეყანაში, ახლა დაემთხვა სეზონური გრიპი ამ ეპიდემიის გავრცელებას. სხვა შორის ასწავლა ახლა უკრაინაში ეს დიდი ხანია ხდება ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ანუ ეს არ არის პირველი ქვეყანა, უბრალოდ იქ აჟიოტაჟი იყო ძალიან დიდი. ალბათ ახლა მე არ მინდა რაღაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთო ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მაგრამ რაღაც ალბათ იყო იქ დაშვებული შეცდომები და ეს ჩანს. რაც შეეხება ჩვენი კუთხით, იცით რა. ხა ჩვენთან როდისთვის ველოდებით, თქვათ ვირუსის უფრო სწრაფ გავრცელებას იგივე სეზონურად? ჩვენთან სეზონური გრიპი იწყება როგორც წესი დეკემბრის პირველ ნახევარში და გასტანს ხოლმე იანვრის თვეში. მე არ მინდა რომ გავამივიდეს ესე რომ ყველას ვატყარებ და ვიძახეთ რომ ეს არაფერი არის, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სერიოზული ეპიდემია, ბუნებრივია, მაგრამ პანიკა არაფერს არ შველის არასდროს. ნამდვილად ახლა უკრაინის მაგალითი შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დაწმუნდეთ რომ პანიკური ქმედებები არ არის ეს სწორი პასუხი, რეაქცია, რეაგირება იმ პრობლემაზე, რომელიც ამ გრიპს მოაქვს. ჩვენთან მე მინდა კიდე ახლა ხაზი გავუსვარო თქვა და დღეს არაერთხელ თქვი, რომ ჩვენი მოსახლეობა აღმოჩნდა ძალიან პასუხისმგებელი ამ პრობლემის მიმართ. თვითონ ყველა შემთხვევა, რომელიც არის დარეგისტრირებული, არის თავის ფეხით მოსული ადამიანი, ასე ვთქვათ, და ყოველდღიურად მოდის ხალხი პოლიკლინიკებში, იგივე ჯანმრთელობის კონტროლის სისტემაში ყველგან მოდიან და ესინჯებიან, ანუ თუ კი უჩნდება ადამიანს ეჭვი, მოდის და ეს საკმაოდ ძალიან კარგი მაჩვენებელია, რაც სხვა შორის უკრაინაში, იგივე უკრაინაში ეს ასე არ მომხარა. გასაგებია ბატონო სანდრო, დღეს მთავრობის წევრებმაც მოისმინეს თქვენგან ინფორმაცია, ბრძანდებოდით პარლამენტში, ანუ საკმაოდ დატვირთული დღე ქონდათ სწორედ ამ გრიპის გამო და იქ იყო საუბარი საკონტროლო გამშვებპუნქტებზე და საზღვრებზე კონტროლის მექანიზმებზე. ანუ რა კონტროლის მექანიზმებია, ვთქვათ, ჩვენთან საქართველოში? საუბარი იყო იმაზე, რომ დაიკეტოს თუ არა საზღვარი და ვთქვათ, მოვისმინეთ კომენტარები, რომ ამის აუცილებლობას მთავრობა ვერ ხედავს. იცით, მე ვიცი რომ თქვენთან დღეს გადაცემაში ბატონი პატაიმნაძე იქნებოდა, მინდა რომ სტუდიაში დავესესხო მის სიტყვებს და ეს ანტიკრიზის საბჭოს თქვა, თუ კი საზღვრებს შეეძლო თქვა ჩაკეტვა გრიპის ეპიდემიის, ახლა საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე დახურული ქვეყანა მსოფლიოში, მაგრამ გრიპის ეპიდემია ვერ აიცილა. ანუ საზღვრების დაკეტვა იქ რაღაცა ქვეყნებთან გამოცხადება კარანტინის მიმოსვლის შემცირება შეწყვეტა არანაირ ეფექტს არ ეძლევა მერწმუნეთ, იმიტომ რომ თუ კი გრიპი თქვა მოძრაობს, გარანტიას საზღვრები ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მაშინ რა კონტროლის მექანიზმები, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ხო შემოტანილი იყო, ანუ მოქალაქეს ვისაც თქვა გრიპი ქონდა საქართველოში, ყველა იყო საიდანღა ჩამოსული. დიახ. აქ იყო თვითკონტროლის მექანიზმი, ასე ვთქვათ, ანუ ხალხი თვითონ თავის ფეხით მოვიდა, ხა რაც შეეხება აეროპორტებს, ბუნებრივია თუ კი ადამიანი არის ავად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა ავიაკომპანიასთან ხელშეკრულება და ვთქვათ, მოლაპარაკება, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ბორცე და არის ვთქვათ, შეუძლოთ, ამას გვატყობინებენ, ეს ვიცით.
გარდა ამისა, თუ კი თქვათ ადამიანი შემოდის ქვეყანაში, თქვათ იგივე თვითმფრინავით, ხო ყოველს ისეთ სამახსოვრო ფურცელი ეძლევა, რო შემოდის ადამიანი ქვეყანაში, თუ კი თქვათ აქვს რაღაცა პრობლემა მოდის სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ უკვე ხდება თვითონ სიების გაკონტროლება ავიახაზებიდან, ანუ იმ თვითმფრინავში, ვინ იჯდა მის გარშემო და უკვე მათი კონტროლი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთან ივლისიდან მოყოლებული ყველა შემთხვევა რაც იყო დაფიქსირებული არის უკვე იზოლირებული ბუნებრივია, ყველა აბსოლუტურად ყველა გამოჯამთელდა, იმიტომ რომ ძალიან ადრე მოხდა ამ დაავადების დადგენა და ინფექციის და აქედან გამომდინარე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით უმტკინებლად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ველოდებით ქართულებას, აი როცა იქნება სეზონური გრიპი, ჩვეულებრივი გრიპი, რომელიც თბილისში ყოველთვის ყოველ წელს არის დეკემბერ-იანვარში. კარგით, ბოლო კითხვა, მოკლე პასუხი და ამაზე ვერ ვცხოვრ, დაკაც ვისაუბრებ, რაც შეეხება ვაქცინაციას. საუბარი არის, რომ ღორის გრიპის ვაქცინა არსებობს სოფლიოში, მაგრამ ჩვენთან არის სეზონური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ასე შემდეგ, ანუ ამაზე მინდა თქვენი მოკლე განმარტება, იმიტომ რომ იგივე პრესაში წავიკითხე, რომ თქვა ანგელა მერკელსაც კი ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს, ანუ ქვეყნის ლიდერებმა დაიწყეს უკვე ამ თემაზე, თქვა თავის დაზღვევა და პრევენცია. ჩვენთან თუ არსებობს შესაბამისი ვაქცინა? იცით ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაანაკეთა განაცხადა რომ მას უკვე აქვს ვაქცინა ამ ვირუსზე, მაგრამ ჯერ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ მიუღია, თქვა არ დაუდასტურებია ეს ფაქტი, იმიტომ რომ ის რა არის ხა ყოველ შემთხვევაში ჩვენ მივყვებით სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ველოდებით მათგან ამის დადასტურებას. ჩვენ როგორც კი თქვა იქნება რაღაც ერთიანი ვაქცინა, რომელიც ხა იქ რუსეთმაც განაცხადა, ჩინეთმაც განაცხადა, ამერიკამ, გერმანიამ, ბევრმა ქვეყანამ, მაგრამ აი ასე ვთქვათ, გლობალურად ამის სერტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. როგორც კი იქნება ჩვენ ამას მივიღებთ, სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩვენ გვაქვს მათთან ურთიერთობა და აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ საუბარია დღეს ხა ვინც თქვა ბატონი პაატა იგივე სპეციალისტი ვინც ამ საქმეში დეტალურად დაგიხსენთ, მაგრამ აქ არის საუბარი დღეს არსებული ამ ვირუსის მუტაციური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც ეს არ ნიშნავს, რომ თქვა სამ თვეში იგივე ვაქცინა გამოდგება თქვა ამ ვირუსის მუტაციის შედეგად. ამიტომ ჯერ ამაზე ოფიციალურად თქვა დაწესებული არ ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სანდრო, ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და მე გადმოვინაცვლებ ჩემს სტუმრებთან ქალბატონი ქეთი ნემსაძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი პაატა იმნაძე. მოგესალმებით, ქალბატონისგან დავიწყებ, ბატონო პაატა, თქვენის ნებართვით. რადგან ვაქცინაციაზე ვსაუბრობდით, რომ მე მინდა კიდე სხვა თემებს ესე დეტალურად გავყვეთ, ალბათ ყველა საინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცეთ და ვთქვათ, როგორ უნდა ავიცილოთ ეს ვირუსი თითოეულმა ჩვენგანმა და განსაკუთრებით ბავშვებზე ღელოს ბევრი. ამიტომ ქალბატონო ქეთი, ვთქვათ ვაქცინაციას რაც შეეხება, უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები იმ გრიპის ვაქცინით, რაც არის შემოსული. ვთქვათ მინისტრმა ახსნა, რომ ეს არ არის კონკრეტულად H1N1 ვირუსის ვაქცინა. მოგესალმებით, კაუტონინო, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როგორც პრევენცია ყველა დაავადების. როდესაც იყო საუბარი, რომ იქ არის ეპიდემია უკრაინაში, ჯერ არ არის გამოყოფილი ეს ეპიდემია, მხოლოდ არის, ვთქვათ, ახალი გრიპის ვირუსით, თუ ეს არის ძველი გრიპის ვირუსი. ანუ რეალურად აქ შეიძლება იყოს 1/13 H1N1, 1/13 შეიძლება იყოს სხვა A, B, C ვირუსები და ასევე ჰემოფილუს ინფლუენზა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, სეზონური გრიპის ვირუსზე აცრა ეს არის იმ მოწყვლადი ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ გარკვეული რისკი, ან მცირე ასაკი, ან დიდი ასაკი, არის მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია ის რეგულარული აცრები, რომელიც მიმდინარეობს ყველა კალენდარული აცრა, რამე თუ ეს გარკვეულ პრევენციას აკეთებს. რაც შეეხება თვითონ აი ამ ახალი გრიპის ვაქცინას, მე მინდა დავეთანხმო ბატონ სანდროს, რომ ჯერ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აღიარება არ მიუცია არც ერთი ქვეყნის ვაქცინისათვის. ეს არის მხოლოდ ნაციონალური დონის აღიარებით ვაქცინაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლამდე მთლიანად პროჰიბირებულია ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ასე რომ ვფიქრობ, ალბათ ექნება მნიშვნელობა ეპიდემიის პერიოდში ინაქტივირებულ ვაქცინას, მე როგორც პედიატრი უფრო დაუჭერდი მხარს, რომელიც საინექციო, ვიდრე ცოცხალ ნაზალურ სპრეის, რომლითაც გარკვეული რისკი მაინც არის, ასე რომ დიდი მადლობა და დაგიბრუნდებით ამ წუთას. ბატონო პაატა, ვისაუბროთ და თქვენ მაინტერესებს თუ ბავშვებზე ეს როგორ ხდება, მაგრამ პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებზე თქვათ უკვე ყველა მიცის, რომ ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად, ანუ ამაზე სულ არის საუბარი, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს, ვისაც გრიპი აქვს, ეს უფრო მარტივი. ანუ თუ არის კიდევ ისეთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, გარდა თქვათ ხელების დაბანის, ანუ ყოველდღიურ ქმედება
პერსპექტივაში იგივე თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდოთ თუ არა, უნდა ვიაროთ თუ არა წვეულებებზე, ძალიან მარტივიერი დრო ავხსნა, მაგრამ თქო ცხოვრების სტილი უნდა შეიცვალოს ადამიანებმა ამ გრიპის მოლოდინში თუ არა. თუ საჭირო გახდა ასეთ რეკომენდაციებსაც გავცეთ, მაგრამ იცით რა, ყველაფერი არის ასე ვთქვათ, აი ორ მაგალითს მოვიყვან, ბრიტანეთი და უკრაინა. უკრაინაში ხა იმ დასავლეთ ოლქებში სადაც არის ასე ვთქვათ ეპიდემიური გავრცელება და მე დავამატებდი უბრალოდ რომ ის გარდაცვალების რიცხვთან ერთად აუცილებლად უნდა ვთქვათ ხოლმე რამდენი ადამიანი გახდა ავად. უკრაინა უზარმაზარი ქვეყანაა. 700,000 შემთხვევა უკვე რეგისტრირებული, ვთქვათ, გრიპის მაგვარი დაავადებების. ნუ, მე უკვე სტატისტიკას თუ გავყვებით, ახლა 700,000-დან აღარ მოგვეჩვენება ეს ისეთ საშინელ ციფრად. უკრაინაში კიდე ერთხელ ვამბობ. ხო, თუმცა 700,000 რომ დაავადებულია, მე უკვე ცუდად მეჩვენება. 45 მილიონი, არა, ადამიანების უკრაინაში 60 მილიონამდე მოსახლეა. არა, მე ისმის, მაგრამ ეს ანუ ადამიანების ეს ვთქვათ შიში გასაგებია ალბათ და ამიტომ მათ განმარტებები. ბრიტანეთში მაგალითად პირველი ტალღა ბრიტანეთში ეპიდემია ძალიან დიდი ინტენსივობის ეპიდემია იყო მაისი, ივნისი, უარესი და ივლისში ბრიტანეთში სკოლები არ დაუხურიათ. ეპიდემიის დროს სკოლები ბრიტანეთში მუშაობდა. უკრაინაში სკოლები უმაღლესები დაწესებულებების დახურეს. ანუ ეს არის მიდგომა სხვადასხვანაირი. ჩვენთან როგორ ბრიტანეთმა დათვალა, რომ ეკონომიური ზარალი უფრო დიდი იქნებოდა დახურვით, ვიდრე იმით, რომ ადამიანები გახდნენ თქვათ ასე ვთქვათ, მაინც უნდა გახდეს ხო გრიპი თუ მოსახვედრო მოიხადო ასე ვთქვათ, სახადივით არის და უბრალოდ თავარი და ძირითადი ეს არის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მკურნალობის ასე დროული მკურნალობა ძიმე შემთხვევების, იმიტომ რომ გრიპი ყველას გადაგვიტანია. ალბათ ძალიან ხშირად ექიმთან საერთოდ არ მოსულათ ისე გადაგვიტანია. თავარია ძიმე შემთხვევა თუ იქნება, აუცილებლად მივმართოთ ექიმს. და რამდენი ხანია დაავადებული ადამიანი გადამდები? ბატონო, ამბობენ ხოლმე რომ როგორც გამოვლინდება ვირუსი, მე აღარ არის ვთქვათ საფრთხე. ადამიანი გადამდებია ერთი კვირა სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე სიმპტომებამდე და შემდეგ ერთი კვირა ითვლება ის გადამდებად სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. გასაგებია. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს ოჯახებში, ქალბატონო ქეთი, ვთქვათ, ერთ-ერთი ოჯახის წევრი, ვთქვათ, დაავადებული ამ ვირუსით. და ერთი კვირის განმავლობაში ის არის გადამდები. ანუ როგორ ვიქცევთ და ბავშვების შემთხვევაში თქვენ როგორც პედიატრ სამთოს უპატარებლად გეკითხებით. ხო, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები? როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები? აუცილებელია დისტანცირება ავადმყოფი ადამიანიდან. ამ ვირუსს ადრე არ იყო ცირკულაციაში, ასე რომ ჩვენ არ ვიცით, თქვათ კონკრეტულად ეს ბავშვი როგორ რეაქციას მიცემს, ამიტომ მაქსიმალურად გეკითხოთ დისტანცირებაში რა იგულისხმება? იგულისხმება როგორ გადადის ეს ვირუსი, ესეც დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე ავადმყოფთან არ უნდა მივიდეს ბავშვი და ძალიან კარგია აი ესეთი ტიპის დიაგრამა. ავადმყოფი ადამიანი, როდესაც ახველებს, აუცილებლად მან უნდა აიფაროს ცხვირსახოცი, ან თუ ეს უცებ არ აქვს, აუცილებლად ტანსაცმელი და რატომ? იმიტომ რომ ეს არის წვეთოვანი ინფექცია. ანუ ეს წვეთი, როდესაც მოხდება მეორე ადამიანს, 7 საათი დაახლოებით 8 საათი ეს ვირუსი ცოცხალია ამ წვეთში. შემდეგი შემთხვევით ლორწოვანთან მიიტანს ამ ხელს და რასაკვირველია დაინფიცირდება. ვირუსი ეს არის ისეთი ცუდი მიკროარსება, რომელიც მომენტალურად შედის ჩვენს უჯრედში და აიძულებს მას დაბეჭდოს ბევრი ვირუსი. აქედან გამომდინარე და განსაკუთრებით ბავშვის ორგანიზმში ძალიან სწრაფად მრავლდება. ამიტომ, როდესაც ის მოიწმინდა დაახველებს, უნდა გადააგდოს ნაგვის ხუთში ეს ერთჯერადი ხელსახოცი აუცილებლად, დაიბანოს ხელი მიმართოს ექიმს, არა? ხო, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, ხო, რა არის ჩვენ გვინდა აი პროფილაქტიკას გავიდა, მე მინდა სიმპტომებზე. კი, ცალკე ვისაუბრებ. აუცილებლად. 1 მეტრი დაშორება, უკვე ეს წვეთი ვეღარ მოხდება მასთან. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ბავშვის ასეთი სოციალური დისტანცირება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ყველა დედამ უნდა იცოდეს, თუ ბავშვს აქვს გრიპი, იქ ყურადღების დეფიციტიც არის. ის ვერაფერს ვერ აითვისებს იმ სკოლაში, ან ცუდად აითვისებს და ამასთან ერთად ხდება გადამდები სხვა ბავშვებისათვის. ამიტომ არ უნდა გაუშვათ სკოლაში და ბაღში. რასაკვირველია, უნდა გადავეჩვიოთ ჩვენ შეხვედრის დროს ერთმანეთის, თქვათ, მოხვევას ძალიან ახლოს და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ხელის დაბანა.
მარტივი მეთოდი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც დაბანა თუ ხელის დაბანის საშუალება არ არის, ძალიან კარგია ერთჯერადი ხელსახოცების სპირტიანი, რომლითაც ჩვენ ამ ხელს გავეწმინდავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია და მოდით ვიდრე სიმპტომებზე ვისაუბროთ, ჩვენ დრო იწურება და ამდენ მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო, ბატონო პატა, თქვენ მინდა გითხოთ, თვითონ პრეპარატზე, ანუ ეს ტამიფლუ ყველასთვის ცნობილი პრეპარატი, მაგრამ დღეს იყო უკვე საუბარი, რომ გაჩნდა ახალიც, ანუ ისიც შემოტანილია ვეძებს სახელწოდებას და დამაგდა რელენზა, დიახ. ანუ ესეც იგი ვთქვათ იდენტურია, როგორც ტამიფლუ, თუ ეს არის რაღაც პრევენციისთვის განყოფილი პრეპარატი. ეს ორივე პრეპარატი არის მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. მე ამას ხაზს უსვამ, მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. ხომ რომ ბევრი ცდილობს ხომ არ ვიყიდოთ წინასწარ დავლიოთ, ამიტომ ეს განმარტება გავაკეთოთ ექიმის garaში ამ პრეპარატს არ ვიღებთ. ჩვენი პაციენტიდან ხვისი გამოცდილება ჩვენ გვაქვს და ნუ ლიტერატურას არ ვამბობ ხვისი გამოცდილება. ერთ მესამედ საერთოდ არ მიუღია არავითარი ანტივირუსული, არც ტამიფლუ, არც რელენზა. ზოგიერთ საერთოდ ამალი არ მიუღია, ისე იყვნენ, ასე ვთქვათ, ხალხური მეთოდებით მკურნალობდნენ. გადაიარეს ეს გრიპი. რატო ვამბობ ახლა ამას? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გრიპი ბევრს ემართება, მაგრამ აი ეს პრეპარატები საჭიროა მხოლოდ მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ და მაშინ რა თქმა უნდა, როცა ის აუცილებელია, რა თქმა უნდა მიიღოს პაციენტმა ექიმის დანიშნულებით. გასაგებია. და სიმპტომები, რომ ადამიანებს განვმარტოთ, როგორ მივხვდეთ, რომ გვემართება გრიპი და განვასხვაოთ ეს ჩვეულებრივი გაციებისგან, იცით, ძალიან ხშირად უბრალოდ წამოგახოლებს ადამიანს გაცივდი და მორჩა. ანუ იმ წუთას ექიმს უნდა მივმართოთ? არა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ზუსტად ისე როგორც სეზონური გრიპის დროს ვიქცევით. მაღალი ტემპერატურული რეაქცია, ხველა, სუნთქვის გაცნელება, ღებინება, ზედმეტი ძილიანობა, ზედმეტი აგზნება. რასაკვირველია, ის საშიშროების ნიშნებია, რომელთაც ჩვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მაგრამ თუ 3 დღის განმავლობაში ბავშვს ტემპერატურული რეაქცია, რომელიც ექვემდებარება ჩვეულებრივ პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატებს, ან იბუპრენი, ნუროფენი და ასე შემდეგ, არის აქტიური, იღებს სითხეებს. რასაკვირველია, ნებისმიერმა დედამ იცის, რომ ავადმყოფი ბავშვის მოვლა გრიპით არის ძალიან მარტივი, სახლში სწორედ აი ასეთი გზით. რაც შეეხება ქიმიური პრეპარატების გამოყენებას, ეს აუცილებლად ტამიფლუ იქნება ის, თუ სხვა აუცილებლად უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით იმ შემთხვევებში, თუ არის სუნთქვის გაცნელება, თუ არის ღებინება და ეს არის შეუჩერებელი, ტემპერატურის მართვა არ ხერხდება, სასწრაფოდ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს და კიდევ ვიმეორებ, ზედმეტი ძილიანობა და ზედმეტი აგზნება. და აქვე მინდა უბრალოდ გითხოთ, დღეს დროზე ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის გვერდზე რაღაცას ვათვალებთ, ყველაზე მეტი კითხვა ასე ვთქვათ შემოდის ფეხმძიმეებზე და თან მე როს არ კითხოთ არ შემიძლია, მაგრამ ალბათ სხვას საინტერესებს, როგორ უნდა დაიცვას ამ დროს ფეხმძიმემ თავი, როდესაც ვთქვათ რაღაც მედიკამენტების მიღება მისთვის არ არის რეკომენდებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დადო პროტოკოლი სრული მართვის, სადაც არის გათვალისწინებული ფეხმძიმე, მეძუძური ქალი და მთლიანად პირველადი ჯანდაცვა და საავადმყოფოები ინფორმირებულები არიან აი ამ შემთხვევების მართვაზე. ამიტომ ორსულმაც არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვთქვათ, რომელი პრეპარატი დალიოს. მან უნდა მიმართოს აუცილებლად ექიმს, ასევე მეძუძურმა დედამ. ეს მაინც გარკვეული რისკის ჯგუფია პაციენტების, რომელთაც თავიდან მესაჭიროებათ ექიმის მეთვალყურეობა. ძალიან დიდი მადლობა და ბოლო კითხვა ბატონო პატა, დამატება გნებავდეთ თქვენ მგონი. ერთადერთი დავამატებდი, რომ როდესაც უკვე ასე ვთქვათ, გავრცელება ჩვენთან მიიღებს ასე ვთქვათ, სეზონური ფონის მასშტაბებს, მე მაინც ვურჩევდი ვთქვათ და აი განსხვავებით უკრაინისაგან ფეხმძიმეებს, იმიტომ რომ მაინც მაღალი რისკის ჯგუფია და ნაკლებ პრეპარატებს რაც უფრო მიიღებს, უკეთესია. ფეხმძიმეებისთვის არის სწორედ რელენზა სხვა შორის შემოტანილი, იმიტომ რომ ტამიფლუ იმათვის ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი რისკ ფაქტორია, ამიტომ რელენზა არის ფეხმძიმეებისთვის, მაგრამ ნიღბის ტარებას მე მაგალითად ვურჩევდი ფეხმძიმეებს, იმიტომ რომ ნიღაბიც ერთ-ერთი მთავარი დამცავია. არა, მთავარი არ არის, სწორედ უნდა ვიხმაროთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიღაბი, მაგალითად არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი მხრიდან რო გვაქვს ვიფარებული, მე უცებ მეორე მხრიდან არ მივიფაროთ, იმიტომ რომ მაშინ რისკი გაიზრდება პირიქით. და საერთოდ ფეხმძიმეებისთვის კარგი იქნება, რომ გრიპის და გრიპის მაგვარის და ძველი იქნება თუ ახალი გრიპი იქნება, სხვა ვირუსებიც არის და ფეხმძიმე მაინც უნდა იყოს დაცული. გასაგებია და ნიღაბსაც შეეხება, მაგრამ მე დავასრულოთ თქვენთვის სწორედ ხმა, მაგრამ ანუ შესაძლოა ერთი ნიღბით მთელი დღის განმავლობაში იარა. არა, 4 საათში ერთხელ. უნდა გამოწონდე 2 საათი გავიგონოთ. 4 საათში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს და თუ გვაქვს ასე ვთქვათ, აი სახში გაკეთებული ან დოლბანდის 4ფენოვანი, შეიძლება სახშიც გავაკეთოთ, ხო, 4ფენოვანი დოლბანდის, თქვათ, ფენი, 4 ფენა უნდა იყოს. ის შეიძლება გაირეცხოს კიდევაც 4 საათში ერთხელ უნდა გამოვიცვალოთ, მე ის გაირეცხოს და გაუთავდეს.
ეს მოკლავს სხვა იმ რაც კი მოხვდება Z ვირუსები. გასაგებია. კარგი, და ვსვი ბოლო ესეთი კითხვა, რომ კიდევ ერთხელ დავამშვიდოთ მოსახლეობა, ვთქვათ, ჩემები ასე ვთქვათ, მიღებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თუ დაავადება ეპიდემიაში გადაიზრდება ღორის გრიპით, შესაძლოა 2 მილიარდამდე ადამიანი დაავადეს და ეპიდემია შესაძლოა 2 წელს გაგრძელდეს, ეს არ არის დამამშვიდებელი ინფორმაცია, მაგრამ თქვენ თუ შეგიძლიათ, ანუ სეზონური გრიპი ალბათ მოიმატებს და ეს უფრო გააჩენს, ვთქვათ, ამ შიშს ადამიანებში, ვთქვათ, შესაძლოა ეს ძალიან ესე შეეხოს საქართველოს თუ არა. საქართველო არის დედამიწაზე. დედამიწაზე არის პანდემია. არ შეიძლება ის რაც არის ყველგან. გამორიცხული არაფერი არ არის. საქართველოში არ იყოს, ხო? იმიტომ რომ ეს ეგეთ რამე არ არსებობს. აქ არის თავარი ის რომ ეხლა ჩრდილოეთ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან რო ავადობა ნაკლები იქნება, გასაგებია ელემენტარული მზის სხივები ამ ვირუსს ძალიან მალე კლავს. ამიტომ სადაც მზებებია უფრო მალე მოკლავს, სადაც მზე არ არის, უფრო ამიტომ ბუნებაში უფრო დიდი ხანი იქნება გარემოში ეს ვირუსი. ეს 7 საათი ძლებს, ხო, ქალბატონმა კეთილი თქვა, ხო? ესეა და ამიტომ ჩვენთან ავადობა ყოველთვის სეზონურზეც ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ ჩრდილოეთის ქვეყნებში. ამიტომ რა თქმა უნდა გრიპი იქნება. ვნახოთ როგორ სიტუაცია გვექნება და მიაღწევს თუ არა. 2003 წელს გაგახსენებთ, სკოლები დაიხურა მაშინ 2003 წელს თებერვალში, იმიტომ რომ იყო პიკი და მაშინ 14000 რეგისტრირებული შემთხვევა იყო თბილისში, როცა სკოლები იმ თვეში. კი, კიდე ქათმის გრიპიც ახსოვს ამ ქვეყანას და ბევრი ესეთი საფრთხე, მაგრამ ეს იყო. თუ საჭირო გახდება ყველანაირი ეს ზომა სოციალური დისტანცირების იქნება, შეიძლება სკოლაც დაიხუროს, შეიძლება უმაღლესიც დაიხუროს, მაგრამ რაღაც სერიოზულ საფრთხეს ვერ ხედავ. სიტუაციას გვაჩვენებს და ახლა მატება გრიპი იქნება გრიპი, რამდენი იქნება ვნახავთ. ძალიან დიდ ეპიდემიას სიმართლე გითხრათ არ ველით, მაგრამ რაღაც ეპიდემიურ ზღვარს შეიძლება მიუახლოვდეთ. და ქალბატონ კეთი, თქვენთან ამით დავასწავლოთ, როდის დაიწყება ეს დაღმასვლა, ან როდის გადაივლის ეს პიკი და ვთქვათ, როდის მივხვდებით, რომ გაიარა ამ ყველაზე მწვავე პერიოდმა. ალბათ გაზაფხულისთვის, მაგრამ მე კიდევ მინდა გაუსვა ხაზი, რომ მოსახლეობის ინფორმირება, პრევენციული ღონისძიებების დაცვა აუცილებლად არ გახდის მას ისეთ მაღალ სხდომამდე არ მიიყვანს და ყველა ის რეკომენდებული ღონისძიების დაცვა, რომელიც იქნება მოწოდებული. აუცილებლად ჩვენ ამ გრიფს ძალიან კარგად გადავიტანთ. ძალიან დიდი მადლობა ეს ოპტიმისტური დასასრულისთვის ბატონი პატაიმნაძე და ქალბატონი ქეთინემსაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერ შაბათ-კვირას და მომავალ პარასკევს საყავს. კვლავ შევხვდებით ამ სტუდიაში უკვე პოლიტიკური თემებით.